საქართველოს მასშტაბით გრძელდება პროევროპული საპროტესტო აქციები, უკვე 100 დღეა უწყვეტად მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან იკრიბებიან თავიანთი პროტესტის გამოსახატად და დღევანდელი პროტესტის მიზეზი, კიდევ ერთი მიზეზი გახდა საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქმის წარმოება დაწყებულია იმ ორგანიზაციებისა და ფონდების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად პრაქტიკულად აფინანსებდნენ იმ მოქალაქეებს, ვისაც საპოლიციო უწყების თანამშრომლები ჯარიმებს ადმინისტრაციულ სამართალდაღოვათა კოდექსის 173 და 175 მოხელების მიხედვით უწევდნენ. ეს ჯარიმები გამოწერილია თითქოს საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. 5000 ლარი გახდა ჯარიმა ამ სამართალდაღოვის გამო, როგორც განმარტებული არის ადმინისტრაციულ სამართალდაღოვათა კოდექსში და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ქართული ოცნების მიერ საშემოდგომო სესიის ფარგლებში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების შემდეგ, რომელსაც უფლებადამცველთა დიდი ნაწილი გმობს და მას უწოდებს როგორც დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების ძირის გამომთხრელად. სწორედ ამ მიზეზით მოქალაქეები შექმნენ დღეს კიდევ ერთხელ საქართველოს პარლამენტთან. პროკურატურა თავის მხრივ ამტკიცებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 17 მარტს დააყადაღა 5 ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები და მასზე არსებული თანხა. არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს აქციებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას და აქციებს დაკავებულ ადამიანების ოჯახის დახმარებას ედავებიან ორგანიზაციებს, რომლებთან ქონება და მათზე არსებული თანხები დაყადაღდა, როგორც უკვე მოისმინეთ და მოთხოვნებით დაყადაღდა შემდეგი ორგანიზაციების ანგარიშები. ეს არის საქველმოქმედო ფონდი ნანუკას ფონდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ნანუკა ჟორჟოლიანი, საქველმოქმედო ფონდი პროსპერიტი, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ზე, არასამთავრობო ორგანიზაცია სირცხვილია და არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. პროკურატურა წერს, რომ ამ ორგანიზაციებიდან გადარიცხული თანხების დანიშნულებაში მითითებული იყო აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის, რაც საჭირო ბრძოლისთვის და მსგავსი ტერმინები, რაც მათი შეფასებით იყო გარკვეული შინაარსის მატარებელი და საქმიანობა მიმართული იყო სამართალდამღვრევი პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ესეთი არის საგამოძიებო სტრუქტურის ოფიციალური განმარტება საქმის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო მომართავი უწყება და ორგანიზაცია აღმოჩნდა ერთიანი ნეიტრალური საქართველო, რომელსაც ხელმძღვანელობენ პირები ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი. პროკურატურის ეს დღევანდელი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არც რაიმე სამართლებრივ და არც ლოგიკურ ჩარჩოებში არ ზის და ძალიან მარტივად შევეცდები აუხსნა რატომ. პროკურატურა გვეუბნება იმას, რომ სახელმწიფოს აქვს ძალიან დიდი რესურსი სპეცსამსახურების და ამ სპეცსამსახურებმა ვერ შეძლეს საბოტაჟის, სავარაუდო დანაშაულის გამოკვეთა და საქართველოს 2 მოქალაქის განცხადების შემდეგ გაახსენდათ მხოლოდ რომ თურმე ამ ქვეყანაში საბოტაჟი იგეგმებოდა, ანუ ნანა კაკაბაძეს და ვატო შაქარაშვილს რომ არ განეცხადებინათ პროკურატურაში, თურმე არც პროკურატურას, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს, არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ ახსენდებოდათ და ვერ ხვდებოდნენ რომ თურმე საბოტაჟი იგეგმებოდა ამ ქვეყანაში. აი ასეთ აბსურდულ ვერსიას გვთავაზობს პროკურატურა ამ ფაქტების და ამ ყველაფრის. თუმცა ამას ეს ერთია რომ საერთოდ ლოგიკას აცდენილი არის და სრულიად აბსურდულია, მაგრამ მეორე არის ამის სამართლებრივი ახსნა რომ დავინახოთ. რა თქმა უნდა, ამას სამართლებრივი ახსნა ჯერეთი რომ არ გააჩნია, მაგრამ მეორე მომენტი არის აქ ის, რომ რა თქმა უნდა როდესაც საუბრობთ ჩვენ იმაზე, რომ ყადაღდება ფონდები, რომლებიც დაჯარიმებული ადამიანების ჯარიმებს იხდიან, აქ რა თქმა უნდა ახსნას შეეცდება ქართული ოცნება და იტყვიან რომ ეს თითქოს იმიტომ კეთდება რომ რაღაც წახალისება ხდება გარკვეული უკანონო ქმედებების, მაგრამ ეს რეალურად არის სოლიდარობის აქტი, რა თქმა უნდა, იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც უკანონოდ არიან დაჯარიმებულები, სოლიდარობის აქტი იმ პირებთან მიმართებით და მათი ოჯახის წევრებთან მიმართებით, რომლებიც არიან უკანონოდ დღეს ციხეში. შესაბამისად, ამას გააჩნია ის დატვირთვა ქართული ოცნების მხრიდან, კონტროლირებული პროკურატურის მხრიდან, რომ უბრალოდ კიდევ უფრო მეტი ასე ვთქვათ დატვირთვით შემოიტანოს საზოგადოებაში ის ფაქტი, რომ ნებისმიერი ადამიანი დაიჯება, გვერდში მდგომი უბრალოდ ადამიანებს არ ეყოლებათ და სოლიდარობა ამ ქვეყანაში უბრალოდ არ იქნება. ანუ დასჯადი გახადა ქართულმა ოცნებამ სოლიდარობა სამწუხაროდ ამ ქვეყანაში. ჩემი დაკვირვებით და ალბათ მე ვიზიარებ ბევრი მოქალაქის აზრს, ყოველ ეს პროცესები ისე ვითარდება, რომ ყოველ დღე ჩვენ კარგავთ დემოკრატიას. ანუ ეს რაღაც ახალი ნორმატიული აქტები, ახალი შეზღუდვები გვაცილებს ჩვენ იმ მიზანს, სადაც რის მიმართაც ვფიქრობთ ერთიანები ვართ ყველა
საქართველოს მოქალაქე მიუხედავად თავისი რაღაც პარტიული შეხედულებებისა. ის რომ ბატონი ივანიშვილი შეგვირდა ჩვენ ისე დემოკრატიას ისეთი დემოკრატია გვექნება რომ ევროპას გავაკვირვებთო. მე მგონი ვერ ვაკვირვებთ ევროპას. სამწუხაროდ მე ძალიან გამიხარდებოდა ევროპა რო გაგვეკვირვებინა, მაგრამ არ გამოდის ეგ ამბავი. და რაც შეეხება აქ დგომის აზრს, მე ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა ეს სიმბოლურია. იმიტომ რომ აქ რაღაცა მედიც ბევრს ვერაფერს ვერ გააკეთებ, მაგრამ ეს დაფიქსირება, რასაც მოქალაქეები ახდენენ ყოველდღიურად სამსახურივით მოდიან და აფიქსირებენ, რომ მათ არ მოწონთ ეს რაც ხდება და არ დათმობენ ისინი ქართულ დემოკრატიას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის, ქართველი მოქალაქეებისთვის, რომ ეს დავინახოთ, რომ ეს პროცესი გრძელდება, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც, რომლებიც აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს და ხედავენ, რომ ქართველი ხალხის პროტესტი არ წყდება. უცნობია იმ პირთა ზუსტი რაოდენობა, ვინც დააჯარიმეს პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების ფარგლებში 5,000 ლარით გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო, როგორც პროკურატურა ან პოლიცია და სასამართლო განმარტავენ, რომ ამის საჭიროება თითქოს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეთა არასაკმარისი რაოდენობის გამო არ იყო საჭირო. თუმცა ცნობილია, რომ 17 შემთხვევაა კონკრეტულად მედიის წარმომადგენლების შემთხვევაშიც ისინიც გახდნენ შეიძლება ითქვას მსხვერპლნი ამ ჯარიმებისა. მათ შორის არიან როგორც ჟურნალისტები, ისევე ოპერატორები, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაჯარიმდნენ, როგორც ეს მოგვიანებით გახდა ცნობილი ვიდეო ჩანაწერებიდან, რომელიც წარმოდგენილი იყო პროკურატურის მტკიცებულებებში. მათ შორის მედიის წარმომადგენლები დააჯარიმეს მაშინ, როდესაც მათ შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ჰქონდათ და ჰქონდათ შესაბამისი ეგრეთ წოდებული ბეიჯები, ანუ პრესის აღმნიშვნელი მოწმობები. პროევროპული პროტესტი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება, усულელი მოთხოვნები დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც დააკავეს დემონსტრაციების ფარგლებში, როგორც 2024 წლის 28 ნოემბრიდან, ასევე 2024 წლის გაზაფხულზე ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფარგლებში.